ერთხელ ჩარლი ჩაპლინმა ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობისას მის ჯიბეში მისთვის უცნობი ოქროს საათი აღმოაჩინა. ჩაპლინმა გზად პირველივე პოლიციის განყოფილებაში დატოვა საათი, იმ იმედით, რომ მას პატრონი გამოუჩნდებოდა. მეორე დღეს კი ანონიმური წერილი მიიღო. წერილში შემდეგი რამ ეწერა: ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, მე პროფესიონალი ჯიბის ქურდი ვარ. გუშინ მეტროში მგზავრობისას ვიღაც კაცს ოქროს საათი მოუპარე. მოგვიანებით კი თქვენ დაგინახეთ. მე თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მსურდა საჩუქარი გამეკეთებინა. სწორედ ამიტომ ჩაგიდეთ ეს ოქროს საათი ჯიბეში. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ პოლიციამ ჩაპლინს საათი დაუბრუნა, რადგან მას პატრონი არ გამოუჩნდა. ერთხელ ჩაპლინმა ეს ისტორია რომელიღაც გაზეთს მოუყვა და ამბავს ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. ცოტა ხანში კი ჩაპლინმა საათთან დაკავშირებით კიდევ ერთი წერილი მიიღო. მისტერ ჩაპლინ, ერთი წლის წინ მეტროთი მგზავრობისას მე მომპარეს ოქროს საათი. ახლა ხანს კი წავიკითხო, რომ თურმე ქურდმა ის თქვენ გაჩუქეთ. მინდა რომ ეს საათი თქვენ დაგრჩეთ და მინდა ჩათვალოთ, რომ ეს საათი მე გაჩუქეთ და არა იმ ქურდმა, რადგან მე უფრო დიდი თაყვანისმცემელი ვარ თქვენი შემოქმედების. წერილთან ერთად გიგზავნით ამ საათის ზეწკუს.